ერთხელ ყოველს მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, მამათა მშვიდობის დაგულოცეთ დიდი მადლობა მოგწენებისთვის. ყველა დაგულოცეთ. მის მადლობა მამა გიორგი, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ცოდვების მიტევებაზე. პრინციპში მე არ მეგულება ჯანსაღია ჯანმრთელი საგათმოძღვრე ადამიანის ცოდველი არ ცოდვები მიეტევს. თუმცა ეს არ არის მარტივი, უბრალოდ მინდა ცოდვების მიტევება შემინდა დამთავრებული მით უმეტეს აი რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდა მიტევების დღე, როცა დადგენილია ეკლესიის მიერ მარხვის დაწყების წინადღე კვირა არის ცოდვების მიტევების დღე, მაგრამ ძალიან რთულია ეს პროცესი. მართებულად აღნიშნეთ, გასული კვირა, ყოველიერის კვირა იყო შენდობის კვირა, ადამიანის გამოძევების, სექსორიების ხსენება და ეს კვირა მოგახსენებათ არის განსაკუთრებულად დატვირთული ლოცვებით, თითქმის ყოველ დღე აღესრულება ლოცვები ეკლესიაში. ამ დღეებში განსაკუთრებულად ეკლესია უფალი მოითხოვს ჩვენგან ცოდვების პატიებას, რომ მიუტევოთ თანამდებნი იმ ადამიანებს, ვინცაც რამე დაუშავეთ ან რამე დაგვიშავეს და აქ მე ვისარგებლებ შემთხვევიდან პატივცემულ მსმენელს და მაყურებელს, ვთხოვ შენდობას თუ ჩვენი გამოსვლების დროს ჩვენ რამე ისე არ გვითქვია, როგორც უნდა გვეთქვა, უნებრივია შეცდომების გარეშე დაზღვეული არავინ არ არის, ჩვენს რაღაცა შეგვეშლიებოდა და მოგვიტევონ ჩვენ თუ ისე არ ვქადაგებთ, როგორც უნდა ვიქადაგოთ. არ გონია ჩვენი თავი ყველაზე განათლებული და ყველაზე მცოდნე. ჩვენ როცა სხვას ვასწავლეთ, ჩვენც ვსწავლოთ აქედან გარკვეულ სწავლებას. შემომცდარი მხოლოდ ერთადერთი იესო ქრისტე გახლავთ. და დღევანდელი ჩვენი საუბარი არის სულიერი მოწყალების, სულიერი საქმეების მეექვსე საქმე ეს არის ცოდვების პატიება. თითქოს ეს ჩვენ უკვე გვესმის, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, მე მგონი ძალიან შორსავართ ასევე ცოდვების დავიწყებისგან და პატიებისგან. ეს რაღაც ფარისეულური მდგომარეობაა ძალიან ხშირად, მაპატიე, გაპატიე. და თუ კარგად შევხედებით ჩვენს გულში და ჩვენს სულში, შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი რამე დავინახოთ საკუთარ თავში, რაც ჯერ არ გვიპატიებია, რაც კიდევ გვახსოვს წყენა. შეიძლება ბაგეებით მიუტევოთ, მაგრამ მაინც გვახსოვს. აი როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი აპატია თუ არ ადამიანს მისი ცოდვები. როცა გავიგებთ, რომ მტერი, რომელიც ჩვენ გვყავს და საკმაოდ გვყავს მტერი, ჯერ საკუთარი თავი და ასე მერე სხვა ის მოყვას ვინ ჩვენს გარშემოა, გავიგეთ, რომ მას რამე უბედურება შეემთხვა. ან გარდაიცვალა, ან კატასტროფაში მოყვა, ან შვილი დაუსნეულდა, ან საპრობილეში აღმოჩნდა, ან სამანტყოფოში და ვაცხადებთ, გამოვისახავთ პიჯვარს და ვიძახით დიდება უფალს, სამართალი არსებობს თურმე და ნახეთ ის რა დაემართა. ესე იგი შენ არ გიპატიებია და შენ გულში ქონია ბოროტება. ან გაიგე რომ მტერი რომელიც შენ ყავს, კარგად არის, დააწინაურეს სამსახურში, რაღაც ხელფასი მოუმატეს, მისი ოჯახი ასე თქვა წინ მიდის, ახალი სახლი შეიძინა და ასე შემდეგ და აცხადებ დაღურემილი და დაბოღმილი რომ სად არის ღმერთი, აი მე თქვა ვაპატიე, არ მაპატია და ის კარგად არის და მეც უდათა ვარ. ესე იგი ჩვენ ძალიან შორს ყოფილვართ პატიებისგან. ეს ყველა უნდა კარგად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი პატიება არ იყოს რაღაც ფარისეულური მარტო ბაგეებიდან გამომდინარე სიტყვები, ჰაერში ნასროლი სიტყვები. და ჩვენი ქვეყნის სამშენებლობა და ჩვენი ეკლესიის წინსვლა დგა ზუსტად აი მომენტზე, რომ კვირის წახითული სახარება მას ხოვარი პირდაპირ ბრძანებს, რომ თუ თქვენ გინდათ რომ გაპატიოთ უფალმა თქვენი შეცოდებები, თქვენ საპატიეთ მათ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ძალიან ტკბილიც არის და ძალიან მწარეც, ძალიან კეთილის და შეიძლება რაღაც ბოროტიც იყოს ამ სიტყვებში, რომ როგორ ესე იგი ღმერთი შენზეა დამოკიდებული, შენ ჯიბში გიდგა, შენნაირია ღმერთი, რომ შენ არ პატიობ და არც ის არ გპატიობს. არა, უბრალოდ ღმერთს უნდა დაგანახოს, რომ შენ თუ არ პატიობ სხვას, არ განიცდი საკუთარ ცოდვებს და ღმერთმა რომ გაპატიოს ისე, რომ შენ სხვას არ აპატიო, ვერ მიხვდები რამხელა სიხარულია ცოდვების პატიება. შენ თუ გინდა რომ სიხარული შემოვიდეს შენში და ღმერთი შემოვიდეს შენში და ღმერთმა გაპატიო შენი ცოდვები, ჯერ შენ უნდა გაპატიო შენაირ თიხას, შენაირ მონას რა, საბრალო ადამიანი როცა არის ის ვინ არის თვითონ, რისგან წარმოიშვა ის, რომ ის არის მიწა და მტვერი. თიხა უბრალოდ და თიხას არ პატიობს დანაშაულს. თიხა თიხაზე ცდილობს აღზევებას. თიხა არ უყვარს. თიხას განიკითხავს. რა საშინელებაა და რა საბრალო მდგომარეობა კარგად დაუკვირდე. თუ მიხვდები რომ შენ ცოდვილი ხარ, შენს თიხარ და ის ვინც შენ გძურს, ის თიხა, მაშინ უნებრივია მიხვალ, ჩაეხუტებე, მოეფერები და იტყვი რომ აპატიე ჩემნაირო, ცოდვილო, ორივე ცოდვილები ვარ და მოდი ორივეს ღმერთმა გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. ეს მე მგონი არ არის დიდი ფილოსოფია, მაგრამ ძალიან უჭირს. რატო უჭირს ადამიანს? იმიტომ რომ ადამიანი აპარტავნებაშია, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და აცხადებს რომ მე რატო უნდა მივიდე. ის მოვიდეს ჩემთან, მე არაფერი დამიშავებია, იმან დააშავა. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ივანე ოქროპირი შესანიშნავად გვარიგებს, როცა ბრძანებს რომ თუ შენ ფიქრობ რომ შენ არ ახარ დამნაშავე და ის მოყვასია შენი დამნაშავე, წარმოიდგინე რომ ის არის ნეულებაში.
ის ჩალოგინებულია და ჩალოგინებულ ადამიანზე მე მგონი არ ბრაზდებიან და მიდიან როგორც მკურნალი და მას მოინახულებენ და განკურნავენ. ასე რომ შენ თუ ფიქრობ რომ მართალი ხარ, ექიმი ყოფილი ხარ, შენ არაფერი დაავადება არ ქონია და მიდის ნეულთან, წამოაყენე, მოეფერე, წამალე მიუტანე, ჩაეხუტე, ილოცე მასზე და ის ადამიანი წამოდგება სარეცელიდან და ჩაგეხუტება და მოგეფერება და ორივეზე გადმოვა ღვთის მადლი. და თუ შენ აცხადებ რომ შენ არანაირი თიხა არ ხარ, შენ თვითონ წარმოიშვი, შენ არ ხარ არანაირად ვალდებული ღმერთთან, ღმერთის გარეშე მყოფობ. თავი დანაშაული ეშმაკის და დაცემული ადამიანის რა არის, მათ მოინდომეს ღმერთის გარეშე არსებობა, ღმერთის გარეშე ღმერთობა და ისინი ფიქრობენ რომ არანაირი ვალი არ მაქვს მე ღმერთის, მე შემიძლია ღმერთის გარეშე არსებობა. აი ეს არის სამპარტაუნება, როცა თვითდაჯერებული ადამიანი და ესე იგი არანაირი მადლიერება არ გააჩნია ღვთის წინაშე. თუ მიხვდება რომ შენ გადაუხდელი ვალი გაქვს ღვთის წინაშე, რომ ღმერთი მოწყალია და შენ უწყალო ხარ და ღმერთი კეთილია და შენ ბოროტებაში ცხოვრობ, აი მაშინ მიხვდები რომ შენ უამრავი ვალები დაგიგროვდა უფლის წინაშე და ჯობია რომ შენ რამოდენიმე თეთრი აპატიო სხვას, თუ გინდა რომ ღმერთმა რამოდენიმე მილიონი ლარი გაპატიოს შენ, ეს ძალიან გასაგებად მინდა ვთქვა. ეს ეხება ასევე ხელისუფლებას, ოპოზიციას. აი ჩვენი ქვეყანა გვინდა რომ განვითარდეს და დემოკრატიული იყოს, მაგრამ როცა ჩართავ ტელევიზორს უყურებ რომ რამ რისხანება რა, ვილსიტყვაობა რა, ასე თქვა დაპირისპირება ორივე წარმომადგენლებს შორის. ჩვენთვის ეკლესიის ეს ორივე შვილია, ორივე მოყვასია და მე ორივე მიყვარს და არც ერთი საქციელი არ მომწონს. აი როცა უყურებთ საპარლამენტო გამოსვლებს, რა ღვაწლი და ვოღმა ისმის მათი ბაგეებიდან და ასე ქვეყანა არ აშენდება დაპირისპირებით და შუღლით და განკითხვით. ესე თქვა ამხილე, ოღონდ სიყვარულით. პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება რომ ჯერვა და ასწავლეო და შემდგომ შერისხეო. დაუღალავად ამხილეო, მაგრამ ამ ხილებაში უნდა იყოს სიყვარული და თუ შენ ჩასაფრებული ხარ რომ ვინმე სამე შეცდომა დაუჭირო და თქვათ მე იმაზე ყელი მოიღერო და აცხადო ამ ტელევიზიით და პრესით, ეს როგორ სიყვარული არ არის. ეს არის ღვაწლი და ვოღმა და ასე ქვეყანა არ აშენდება. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ამერიკის პრეზიდენტის ესე თქვათ ლინკოლნის ცხოვრებიდან, რომელიც უბრალო ადამიანი იყო ძალიან და მას ესეთი გარეგნობა ჰქონდა, ძალიან ესეთი შეუხედავი ადამიანი იყო, თმა მომენტებით ჰქონდა და მას განეკი დასინოდა ვინმე სტენონი, რომელიც აცხადებდა რომ მე მიყვირს ამერიკელი მონადირეები, სათო მიდიან აფრიკაში გორილაზე სანადიროთ, თორსა შეგიძლია ამერიკაშიო მოინადირო გორილას, გულისხმობდა ლინკოლნს. თორსა ლინკოლნი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მან ეს პიროვნება, ვინც მას ყოველთვის განეკითხავდა და დასინოდა, დანიშნა შეერაღებული ძალების თავარსარდლად. ის პროფესიონალი იყო. ამით მოიგო მისი გული და საქმესაც გამოადგა, როცა მოკლეს თეატრის კულისებში ლინკოლნი პირველი სამადლესე თქვა სამგლოვიერო სიტყვა წარმოთქვა სტენონმა, რომ თქვენ შორის განისვენებს პიროვნება, რომელიც უღირსეულესია ამერიკის პრეზიდენტთა შორის. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ აი მან ის მოწინააღმდეგე მიუტევა და ამით ასე თქვა ქვეყანას გამოადგა და მისი პროფესიონალი დააფასა და ასე თქვა შერიგება მოხდა ამ დიდ ადამიანებს შორის. ასე უნდა იყოს ჩვენც. ადამიანი ვინც მე ლანძღავს შეიძლება ჩემი მოყვარე იყოს, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ასე რომ ჩვენ როგორც კი ადამიანი გვეტყვის სიმართლეს, მაშინვე გონია ჩვენი მტერი. და მე მგონი, აი წმინდა ამბები ვიცი რომ გარკვეულ გასამრჯელოს აძლევდნენ იმ ადამიანებს, ვინც ამხელდა მათ და ვინც მათ სიმართლეს ეტყოდა. ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან ყველაფერი თითქოს კარგად არის, როგორც კი მოგვივა რაღაც კამათი, ჩხუბი, მეგობართან, ოჯახის წევრთან, მაშინვე წამოგვაძახებს რომ ჩვენ ზარმაცები ვართ, უმეცრები ვართ, არაფერი არ ვიცით და უგუნურები ვართ. მოდი ეს ყველაფერი მითხარით კბილად და მშვიდად, რომ დამეჯეროს და მივხვდე რა მდგომარეობაში ვარ. აი იგივე თქვა გარკვეული სექტები რომ არსებობს, ეს ღვთის დაშვებით არსებობს. სექტები რომ არსებობდეს, ჩვენ ვერ გავიზრდებოდით სულიერად და ვერ მიხვდებოდით რა შეცდომები გვაქვს და რა როგორ უნდა იყოს. ყველა არსებული ლიტერატურა, რომელიც არის ეკლესიის ისტორიაში შექმნილი, ყველა ერესებთან ბრძოლაში დაიწერა და შეიქმნა. ყველა დიდი, ესე თქვა, ნაშრომი, ყველა დიდი მამის აპოლოგია იყო გარკვეული ერესებთან ბრძოლა. ანუ გამოჩნდებოდა რაღაც გარკვეული ბრძოლა, ერესი, შეიკრიბებოდა საეკლესიო კრება, სოფლიო და ადგილობრივი და დაამხობდა ამა თუ იმ ერეს. ოღონდ სიყვარულით და არა ღვაწლით ხდებოდა პირველი და მეორე შეგონება და შემდგომში ხდებოდა, თქვა თქო, დამხობა და შეჩვენება იმ ერესის. ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ ხდება. როგორც კი ვინმე გვამხელს რამეში, მაშინვე ბრაზდებით, ჭუბობთ და ასე თქვა, გონია რომ ის არის მტერი. წერია პირდაპირ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განერით. ვინმე რამე გითხრა, მე
მიყვარს გულახდილი საუბარი, გულწრფელი საუბარი მრევლთან ახლობლებთან. თუ ბრკოლდებდი მოძღვარზე, სხვა მოძღვართან კი არ უნდა გაიქცე და კი არ უნდა იჭო რა. მიდი და უთხარი, მამაო, მე თქვენი ეს არ მომწონს გარეგნობა, საუბარი, აი თქვენ რაღაც შეცდომა გაგეპარათ. შენ ამა შეგნებულად კი არ აკეთებ. უბრალოდ შენ შეგეშალა ადამიანი ხარ და შენ შეგეშალა და ასე რომ გულში ნუ დავიტოვებთ აი ამ ცოდვებს, აი ამ ბოღმას, ამ ყველაფერს ჩვენ დაგვაზიანებთ. ჩვენ ხვდებით ჭურჭელი, ბოროტების, განკითხვის და ყოველგვარი უმსგავსობების და ჩვენ გტანჯავს ეს ყველაფერი მერე და სამწუხაროდ ადამიანი აი თეთრად შეფეთქებულ საფლავს აგავს როგორც იესო ქრისტე მამხილა ებრაელები ხო ძალიან ნაცნობი სიტყვებია ხედავ და ფარისევლებს რომლებიც გარეგნულად იყვნენ მოწესრიგებულები ხალხს აჩვენებდნენ თავს რომ იყვნენ შვიდნი თავდაბალნი უბრალონი მაგრამ მათ გულში იყო დიდი ბოროტება და იყო მაშინ სიძულვილი და ისინი შეადარა საფლავებს რომლებიც გარედან არის შეფეთქილი თეთრად არის შეკირული და შიგნიდან ასე ვთქვათ ყარს და არის სიბინძურო იმაში ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი სამწუხაროდ რო შეხედა მოგეწონება სიმპათიურად გამოიყურება მაგრამ საკმარისია მას მის პირად ღირსება შეეხო საკმარისია მას რამე შენიშნო მისце გინდა სიყვარული და გინდა ხმამაღლა კადნიერებით ეს ადამიანი მაშინვე იცulis ფერს ამღრეული წყალივით და მაშინვე გაიგებ კოკასაშიგან რაც არის იგივე წარმოდინდება და თუ გინდა რომ ჩვენს კოკაში იყოს სისუფთავე აუცილებლად დავიწყოთ ცოდვების მონანიება და კარგად მიხვდეთ რომ ჩვენ ასე თქვათ ძალიან ბევრი ცოდვები გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანია დაბრკოლებული ჩვენზე რატომ დავიწყეთ ჩვენი საუბარი მსმენელთა თქვა შენდობის თხოვნით, მაყურებელთა შენდობის თხოვნით, რომ მე რომ მეგონოს ახლა რომ მე ძალიან კარგად საუბრობ, განათლებული ადამიანი ვარ და არაფერი არ მეშლება, ხო, ძალიან დიდი ცოდვა იქნება და მე ყოველთვის ვფიქრობ, ყველა ჩვენი გამოსვლა, თქვა მე გარკვეულ განცდაში ვარ და ვფიქრობ, თელი კვირა ვემზადები რომ გამოვიდე და ვესაუბრო ამ ხელ აუდიტორიას, ეს ხალხი ძალიან განათლებულია უკვე. ერთ სიტყვას არ გაპატიებენ, ამე გადაბრუნებულად რო თქვა, შეიძლება მე რო აქედან შევა, დამხვდები გარეთ ახლა და საქმე გამირჩიონ, ხო, ეს თქვენ შეგეშალათ. აქედან გამომდინარე მე ყოველთვის მოკრძალებით, მოშიშებით მინდა ვისაუბრო რომ რამე შეცდომა არ დაუშვა შეგნებულად. მაგრამ თუ ეხლა შემეშალა, გაპატიოს ღმერთმა, ხო? არ შეიძლება ადამიანმა იქადაგო შეგნებულად, დამახინჯებულად. აი ფიქრობს ეკლესია ასე, მაგრამ აი მე მამა ვარ და ასე ვფიქრობ. ეს ასე არ არის, ზოგადად აპარტაუნები ეს არის, იატაკ დუმაიო. მე ასე ვფიქრობ, ეს არა, შენ ასე ფიქრობ არა. ეკლესია ფიქრობს ასე. ასე არის სწორი და ჩვენ ასე უნდა ვიქადაგოთ. და ხანდახან მე მგონი დაზღვეული არავინ შეიძლება კათოლიკოს პატრიარქს რაღაც შეცდომა მოვიდდეს. აი ერთხელ მახსოვს სასულიერო სემინარიის აკადემიაში უწმინდესი იყო მებრძანებული რექტორი გახდა. რაღაც გარკვეული ქადაგების მერე ერთი სტუდენტი მივიდა და ეუბნება პატრიარქს რომ მე დავბრკოლდი თქვენზე. საოცარია ხო? ნახე აკადემიერება გააჩნია ამ სტუდენტს. და იცით რა უთხრა უწმინდესმა ხელი მოხვია და ბევრი წიგნები წაიკითხე შვილო და აღარ დავბრკოლდებიო ამის მერე. აი ნახეთ რამხელა სიდიადე დაანახა პატრიარქმა ამ უმეცარ სტუდენტს ხო? ესე იგი შენ დავბრკოლდი იმიტომ რომ უმეცარი ხარ და არ გესმის პატრიარქის სიტყვა. ჯობია რომ ცალკე გეთქვა უწმინდესისთვის რომ აი თქვენ უწმინდესობა მე რაღაც ვერ გავიგე. და ამისენით ხო ან ლექტორისთვის ეკითხა პირდაპირ რომ მიდიხარ და აცხადებ პატრიარქს კი ეყოფა თავდაბლობა რომ შენ გიპასუხოს მაგრამ შენ ამხელა კადნიერება საიდან შვილო ესე იგი სტუდენტი ხო ფიქრობს რომ მან ძალიან ბევრი იცის მას შეუძლია დაბრკოლდეს პატრიარქის სიტყვაზე თუმცა არ არის გამორიცხული რომ იყვნენ პატრიარქები რომ წვალებლები იყვნენ ხო მაგალითად ნესტორი და ასე შემდეგ ყველა დიდი ესე თქვა ერესარხი ასე თქვა იყო სასულიერო პირი ან პატრიარქი ან არქიმანდრიტი და ან ეპისკოპოსი და ასე შემდეგ მაგრამ სანამ განეკითხავ და სანამ კადნიერებაში ჩავარდები მოდი კარგად დაფიქრდი იქნება შენ გეშლება იქნება შენ ახარო ასე თქვა ამპარტავანი და შენ გონია რომ ძალიან ბევრი რამე იცი და შემდგომში განეკითხავ სხვას და არ გინდა ვინმეს რამე აპატიო ყველა დიდი мама ტიროდა საკუთარ ცოდვებს. ისინი არ განეკითხავდნენ. რატომ არ განეკითხავდნენ? იმიტომ რომ ისინი იმდენად ცოდვილად მიაჩნდათ საკუთარი თავი, რომ იმას თქვათ, არანაირი სრული აღარ აქვს, რომ სხვა განეკითხოს, იმიტომ რომ მე სავანტყოფოში ვარ, ან საექიმო ვარ უკვე და ექიმი მჭირდება. ეხლა რაზე მე რატომ დავფიქრდები იმაზე, თქვათ, ვინ არის კიდე ჩემნაირი ავანტყოფი პირიქით, სიბრალური გამიჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც შემნაირი დასნეულებულია და მე მგონი ყველა სნეულებაში ვართ, გინდა სულიერად და გინდა ფიზიკურად. ვინმე არის ჯანმრთელი, გინდა ფიზიკურად და გინდა სულიერად, თქმა უნდა არა. ვინმე რომ იყოს ჯანმრთელი, მაშინ მესია ქვეყანაზე აღარ მოვიდოდა და ეკლესია იტყოდა რომ თქვენ განკურნებული ხართ უკვე, აღარ არის საჭირო ამდენი მარხვა, ამდენი ლოცვა და მარტო ისინი მოდით, ვინც ცოდულები ხართ.
ანუ ყველა ცოდვილები ვართ, აი ამიტომ არის რომ მე ადრე მეკვირდა ხოლმე, რატომ არის ეკლესიაში ერთი და იგივე, თქვათ, შენდობის კვირა, ერთი და იგივე ადამიანის გამოძევება, მეზორე და ფარისეველი უძღების შვილ, თუ არ შეიძლება შეიცვალოს ეს კვირები სხვა კვირებით, მაგრამ როგორც ხდები, შეიცვალოს კი რა პირიქით უნდა დაემატოს მეტი ქადაგება და მეტი საუბარი. რომ გაწყვეტინებ, ეს ხდება ხოლმე ხშირად, რომ აი შენდობას თხოვენ დავუშვათ ეკლესიაში ერთმანეთს, იგივე აღსარების მიერ ჩააბარებენ და გამოდიან და დავუშვათ შეიძლება მე ეს ბევრი ძალიან ბევრი თითქოს იგივე რიტმით ვაგრძელებ ცხოვრებას. იგივე შეიძლება ეზოშივე შეცადოთ აზრის. აი ეს რამდენად არის? ეს გარკვეული ეს ფარისეულობა და უმეცრება და რატომ? როცა ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში, აქ სამი განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა დავიმახსოვროთ, რომ უფალი კვატიობს ერთმესამეს, ერთმესამეს მოძღვარი კვატიობს და იღებს თავის თავზე და რაც მთავარია ყველას გვავიწყდება, რომ 1/13 შენ უნდა აიღო შენ თავზე და შექმნა სინანულის ღირსი ნაყოფი. თითქმის ყოველთვის ღმერთის დამოკიდებულება არის უცვლელი ჩვენთან. ღმერთი არის მოწყალი. ღმერთი შეგიწყალებს. მოძღვარის 99% ცდილობს რომ გაყვანოს თუ რა თქმა უნდა კაცის კვლელი და კაცი ჭამე არ ახარ. მაგრამ ეხიდა რომ გამოდიხარ შენ ახსარებიდან გახარებული ეს ძალიან კარგია, მაგრამ შენ სიკვდილი უნდა გერჩინოს იგივე ცოდობის გამეორებას. პატიება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი იგივეს აღარ ჩაიდენს. თორე შენ თუ მარტო მოხვედი და აღიარ და წახვედი და იგივე გააკეთეს, რას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ სინანულში. სინანული არის ის, როცა ადამიანი ცდილობს, რომ აღარ დააშავოს. როცა ქრისტე ეუბნება მემრუშე ქალბატონს წადი და ნუღარ შესწოდავ. არ უთქვია რომ რატომ შესწოდე, რა მოგივიდა ეს ასე. ჩვენ შეკითხავს არ უსაო, ჩვენ ადვოკატები ვარ და არა მოსამართლეები, მართლმადიდებლები. აი კათოლიკეები ცოტა სხვანაირად არის, ისინი საჯულები არიან და რაღაც ესე ურჩევენ საქმეს. ჩვენთან ასე არა, მეც ცოდილი ვარ, მეც ადამიანი ვარ და ვიცი ადამიანი როგორ ეცემა, რა ცოდები აქვს მას. მე მას არ გაურჩევ საქმეს და არ დაუწყებ ეხლა, აუ ეს შენ როგორ მოგივიდა. ამის თქმა რომ ეს შენ როგორ მოგივიდა, ან ეს მე როგორ მოვივიდა, ეს საბარდავნება. რატო არ უნდა მოგცნო და ადამიანი არა ხარ? შენზე კარგ ადამიანებს მოსულია. და მამები ასე ანუ გვეშევდნენ ხოლმე რომ მეც შეცდომები დამიშვია შვილო, მეც მსგავსი ცოდები მაქვს და ჩამიდენი. არაერთხელ უთხოვს პატრიარქ შენდობის კვირას რომ ის ცოდები რაც საქართველოსია არის ჩემშიც. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავანახოთ ადამიანს რომ ღმერთი არის უცოდელი მხოლოდ და შენ ცოდული ხარ და მე ცოდული ვარ. წარმოვიდგინეთ ღვთლის ადგილზე რო იყოს ანგელოზი და ადამიანი ახსარებას აბარებს ანგელოზს. ანგელოზი ვერ გაიგებდა ადამიანი რას ელაპარაკებდა, შეიძლება ცეცხლით დაეწვა ყოველი ამხსარებელი ადამიანი ვინც მივიდა და მას ამიტომ დაადგინა საიდუმლოება ღმერთმა ადამიანს მისცა ეს ხელმწიფება. ამხეთ რამხელა წყალობა რომ მიტევება არ მიტევების ასე თქვა შეკვრა გახსნის მადლი მისცა სულიწმიდით მოძღვარს, მოციქულს და მოციქულმა სასულიერო პირებს ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან. და მოძღვარმა ეს უნდა არც რბილი უნდა იყოს ძალიან მოძღვარი და არ ძალიან მკაცრი. უნდა გასაგებად აუხსნას ისიც რა ხანდახან იციან ხოლმე 100 მეტანია გააკეთე ტაძარ შემოუარე დაჩოქილმა ეს გასაგებია ეს გარკვეული ფორმა მაგრამ მეტანიების მაგირა ჯობი ადამიანი მოაზროვნე გონიერი არსებაა და გონებაში ჩაუდოთ ის გონებაში აუხსნათ რომ ცოდვა რა მოქმედება საიდან მოდის ის ვნება მოქმედებაში რომ არის ცოდვა რა დაემართა ევას რომელსაც სხვანაირი შეხედულება ჰქონდა აკრძალულ ხილზე და სულ სხვანაირი როცა ეშმაკს დაუგდო ყური როცა მან სასმენელი დაუგდო ეშმაკს უკვე შეიცვალა დამოკიდებულება უფლის მცნებასთან და მოუნდა ძალიან მალე განხთობა მოხდებოდა მაგრამ გარკვეულ დროში მაგრამ ადამიანს განხთობა მოუნდა არასწორი ფორმებით ასე უნდა ყველა ადამიანს როგორც კი მოვა ეკლესიაში მაშინვე კითხულობს როდის მოხდება მეორეთ მოსვლა როდის მოხდება ანტიქრისტეს მოსვლა და ცხოვრდება თუ არ ანუ მას არ უნდა რაღაც გარკვეული ღვაწლი გაიაროს ის არსებული წოდები აღმოფხრა საკუთარ თავში და რომ მის გარშემო აღარ იყოს ადამიანი ვინც მას ზულს ეს ამ ყველაფერში იდება რუდუნებითი შრომა მარხვა მურხმოდრეკა ეფრემ მასურის ლოცვების წარმოთქვა ეჭე დაკვირვებული ვარ რომ განსაკუთრებულად პირველ კვირას ხალხი ძალიან ბევრი მოდის ეკლესიაში და ისმენენ ანდრია კრეტელის კანონს მაგრამ ძალიან ბევრი დგა უბრალოდ აკეთებს მეტანიას მაგრამ ერთი სიტყვაც არ ესმის ანდრია კრეტელის ამ დიდი კანონიდან როგორ იწყება რომ აი საიდან დაიწყო ჩემი გლოვა სად დავეცი მიემსგავსე სულო ჩემო ადამს კაენს იმ უარყოფით პერსონაჟებს თუ ჩვენ ამას არ ვკითხულობთ და ჩვენში არ მოხდება ამ ყველაფრის გააზრება როგორ დაეცა ადამი და რატო გამოაძევა ღმერთმა ადამიანს ხომ შეეძლო ეთქვა ღმერთო მაპატი არ უთხრა ხო შეეძლო ეთქვა რომ მე მივდივარ შენგან არც ეს არ უთხრა თავის მართლება დაიწყო აი ჩვენ თავის მართლებაზე უნდა ვიფიქროთ რომ თავის მართლება აღარ უნდა იყოს ჩვენში და ჩვენ უნდა ვაღიაროთ
ჩვენი ცოდვები, რომლებიც გვაქვს საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, უფლის წინაშე და გამოვსწორდეთ. და თუ ეს ასე არ დავიწყეთ ჩვენ და არ მივხვდით რა მძიმე სახივი, რა მძიმე ბურკილები დაგვადო ჩვენმა საკუთარმა ცოდვებმა, მაშინ ჩვენ ვიქნებით გარეგნული ქრისტიანები, მხოლოდ ესე ვთქვათ, შესახედაობით, გაუმეტყველებით, მსქმილის ტარებით მარტო, ესეთ გარკვეულ მისვლაში ეკლესიაში. რატომ არის აბა ამდენი ხალხია მარხვაში და მარხვის მერე შეთხებდება ხოლმე. ესე იგი არ მარხულობენ სწორედ ის ხალხი, ვინც დღეს შენდობის კვირას უამრავი ხალხი მოვიდა ეკლესიაში. და შენდომ ხედავთ რომ ის ხალხი აღარ არის. რატომ? ესე იგი არასწორად მარხულობენ. ყოველთვის მინდა რომ ის ხალხი რომელიც მოდის, აი გასაკუთრებით ბზობას მოდის ძალიან ბევრი ხალხი და როცა წითელი პარასკევია, მაშინ ნაკლები ხალხი მოდის. როგორც კი დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღეები, კლებულობს ხალხი. ესე იგი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ხალხი არ მარხულობს სწორად. საკმარისია მათ სწორად იმარხულონ, ისინი პირიქით დარჩებიან ეკლესიაში და უფრო მეტი ხალხი იქნება მარხვის მერე, ვიდრე მარხვაში იყო. იმიტომ რომ რამხელა სიხარულია რომ თუ კი იმ მძიმე და თქვა გარკვეულ რთულ პერიოდში იყავი ეკლესიაში, როცა მუხლდრეკა იყო, როცა გარკვეული შავი შესამოსელით გამოდიოდა მოძღვარი და გიქადაგებდა გლოვას, მონანიებას და მე უკვე ეკლესიაში ბრწყინვალე ფერებში შემოსება, მე ხარება, მე რამხელა სიხარულია, სულთმოფენობა და უამრავი ლამაზი დღე ამაღლება და ამ დროს ხედავ რომ ნახევარი მერეული აღარ დადის. ეს უკვე ფარისეულობა, სამწუხაროა. აქედან გამომდინარე ჩვენი ყოველი საუბარი უნდა იყოს გასაგები ადამიანისთვის. ერთია რომ გესმის და მოგწონს და მეორეა რომ ასრულებ მას. და მამა გიორგი ასე ეს იგივე ჩვენც ვსაუბრობთ მიტევების დღეზე, მიტევებზე ძალიან ხშირად ხდება რომ მექანიკურად ეუნებენ ადამიანები ერთმანეთს. მომიტევებ, მოგიტევი შეგინდა, შემიძლია, თუმცა ამას გაუაზრებლად და თქვენც აღნიშნეთ რომ შეიძლება გულს არ წუტევს იმ ცოტა რაც დავით არიწებენ ადამიანს და ეუნებიან შენდობას. ამდროს ვინც მართლა ვისთანაც ეთქვა მსასვლელები არიან, იმასთან არ მიდიან. რატო ის ადვილია უცნობ ადამიანს უთხრა მაპატი ის იტყვის რომ ნახე რამხელა სტუდირება გააჩნია, როგორ მოვიდა და პატიება მთხოვამე. ესეც კარგია, შეიძლება ერთ-ერთად მრევლი ხართ ერთმანეთს არ იცნობ და ხარ დაგიბრკოლებია შენ ის ზედმეტი საუბრი თქვა თან მოწესრიგებელი გარეგნობით და შემდეგ, მაგრამ მოდით რა არის მთავარი მივიდეთ იმ ხალხთან, ვინც ნამდვილად და ის ძალიან ბევრი არ მივიდა, რომ ფიქრობს რომ ის არ იყო სახში თქვა თან ეონ დროს ეკლესიაში. მაინც არ მაპატიებდა. ეს ერთი კვირა კი არ არის პატიების კაცო, ყოველი დღე უნდა იყოს პატიების, იმიტომ რომ პირდაპირ წერია სანამ გზაში ხარ, შეურიგდი შენ თანამდებს. იმიტომ რომ მე მსაჯული გადაგცემს მოსამართლეს და ბოლო თანხას თუ გადაიხდი არ გამოგიშვებენ იქიდან შენ. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენ დავდივართ მოზრაო თელი ცხოვრება, აი ამ სანამ გზაში ვართ და სანამ არ აღვესრულეთ, სანამ სამჟაროზე არ წავდექით, მანამდე უნდა მოვიხედოთ კარგად და მოვასწროთ პატიება ჩვენი ცოდვების. თორე თუ წავდექით უფლის წინაშე ისე რომ არ გვიპატიებია, მაშინ ჩვენც არ გვაპატიებენ, იმიტომ რომ შენ არ განიცდიდი საკუთარ ცოდვებს. ხოლო აი ეკლესიური ცხოვრების დაწყება, მარხვის დაწყება მეტი არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ჩვენ საკუთარი ცოდვები დავინახოთ, შევუნდოთ სხვა ადამიანებს და ღმერთით შეგვინდოს ჩვენ. ერთი პირდაპირ გეუბნება, არ შეგინდობთ თუ არ შევუნდობთ. ამაზე განკვირვით როგორ გაუნდა გითხრას ღმერთმა, ხო? შეიძლება ღმერთს თქვა, რომ იცი რა არის, შენ თუ არაპატიებ, მე მაინც გაპატიებ. წარმოვიდგინეთ ეს რა თქვა ღმერთს, რომ თქვენ არაპატიოთ, მაგრამ მე მაინც გაპატიებთ. რა ბედნიერები ვიქნებოდით არა და რამხელა ბოროტება დარჩებოდა კიდე ჩვენში. არა, პირდაპირ ჩვენს ენაზე გვესაუბრება ღმერთი, რომ შენ თუ გინდა სიხარული შემოვიდეს შენში და შენ განთავისუფლდე შენი კაპიკებისგან, შენი თეთრებისგან, მე მილიონებს გპატიობ, დაფიქრდი კარგად, უგუნურო მონავ. რამხელა რამეა, რომ თიხა საპატიე და შემოქმედი გაპატიებ შენ. რა ვიცი, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვას ეკლესიამ, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვას მოძღვარმა უფალმა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ მაინც როგორც ეგან აღნიშნეთ, მარტო ბაგეებით შეიძლება მაპატიე და თან ისეთ როგორი რისხანებით ეუბნები, რომ აი შენ ხა თუ არ მაპატიებ, შენც არ გაპატიებს და ის ადამიანი უფრო რისხანებაში ვარდება მე და იცი მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაპატიე. უთხარი რომ დამიშავებია, კაცო, უთხარი რომ მეც ცოდვილი ვარ, რა ძნელია ამის თქმა, რომც არ თქვა, ხო ხარ ცოდვილი არა. ბუნებრივია. ხო, აი მე შენთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაპატიე უნდა. ნუ კიდე არ ეზიზიანებს ადამიანს, ხო? არითმეტიკ მდგომარეობაც მინდა რომ ახსოვრო რომ არის მომენტი რომ ადამიანი რომელიც არ მიიღებს შენ გაპატიება შეიძლება მართლა არ მიხვიდე რომ შეიძლება ის მეტ ამბარდავნებაში ჩავარდეს და თქვას რომ აი შენი ფეხით მოხვიდი ახლა შენ ჩემთან მეც მინდანი ვარ ანგელოზი ვარ და შენ გაპატიოს ღმერთმა აი ხანდახან კარგად დიდი სიბრძნე გმართებს რომ ვისთან შეიძლება მისვა და ვისთან არ შეიძლება ადამიანთან არ მიხვიდე მაგრამ აპატიო გულში და შეიძლება მიხვიდე და გულში არ აპატიო
აი ეს არის მთავარი, ჩვენი გული უნდა განვიწმინდოთ ბოროტებისგან და ცოდებისგან და რო ვიცი ეს ადამიანი ჩემ პატიებას არ მიიღებს, მე ვილოცებ მასზე, გულს გავითავისუფლებ და ვეთქვი ღმერთო, იმ ადამიანს თუ მე რამე ვაწყენინე, მაპატი, იმიტომ რომ შენ ხო იცი, მე რომ მასთან მივიდე, ის უარეს აბადავნებაში ჩავარ. ეს ადამიანი მოგხსენებთ, მამაგო ღმერთმა ყველას გვაპატიეთ, თუ რამე შეცდომა დავუშვით, ყველამ გვაპატიეს და ღმერთმა გულით გვაპატიებინოს ყველასთვის. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. წოდვის მიტევებაზე ვსაუბრობთ, ღმერთმა მოგვიწეროს. სწრაფად ლოცვა მოვისმინოთ.